ძალიან ბევრ ერს აქვს ერთგვარი გამოხმაურება ოდისევსის ცნობილ მითზე, ცნობილ ამბავზე და მე ვფიქრობდი, რომ რატომ ჩვენ ქართველებმა არ დავწერეთ ამ ამბის რაღაცნაირად ესეთი გადათამაშება. მე გამახსენდა, რომ ესეთი წიგნი საქართველოში დაწერილია და ის ჩემ თვალწინ იდო, ეს დაწერა ჩემმა ძალიან საყვარელმა ქართველმა ავტორმა და ჩემთვის ძალიან ძვირფასმა ადამიანმა, ჩემმა მენტორმა, რაღაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გურამ დოჩანაშვილმა. და ამ წიგნს ჰქვია 60-ელი პირველი. ეს არის ერთგვარი გამოხმაურებაც და გაგრძელებაც ოდისევსის ამბისა და თუ რატომ არის ეს ჩემი აზრით ოდისევსის გაგრძელება, რა სიმბოლოები დევს ამ წიგნში, რატომ ქვიათ პერსონაჟებს ის სახელები, რომლებიც ქვიათ და ეს შემთხვევითი არ არის, რა შრეებს მოიცავს ეს ნაწარმოები და რატომ არის 60-ელი პირველი მანიფესტი კომუნისტურ საქართველოში დაბადებული თავისუფლების იდეისა. სწორედ ამაზე ვილაპარაკებ მე ჩემს შეხვედრაზე, რომელიც პირველი შეხვედრაა ციკლისა დოჩანაშვილი. გეპატიჟებით ყველას, ვისაც გიყვართ ლიტერატურა, ვისაც გეძვირფასებათ გურამ დოჩანაშვილი და ვისაც გინდათ რომ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ შესანიშნავ კურსში. საქართველო იმსახურებს დოჩანაშვილს.